ჯოჯოხეთი იწყება, როცა რუსეთი შიგნიდან იწვის. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაზიანებულია, საწვავის რიგებია, სამხედრო ობიექტები იწვის და ვლადიმერ პუტინი ცდილობს კონტროლის შთაბეჭდილების შექმნას. ზეწოლის ფონზე, რომელიც უკვე ძალიან შორს წავიდა იმისთვის, რომ უბრალოდ ომის ხმაურად ჩაითვალოს. უკრაინამ ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა და ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანა. ერთი სლავიანსკ ონკუბანში, კრასნოდარის რეგიონში და მეორე იაროსლავში, რომელიც უკრაინის საზღვიდან დაახლოებით 700 კილომეტრში მდებარეობს. ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს შეტევა 40 დღიანი კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა რუსეთის საომარი მანქანის დასუსტება ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე დარტყმით. ამავე დროს ვლადიმირ პუტინმა აღიარა საწვავის დეფიციტი რუსეთის რეგიონებში, სცადა კრიზისის მნიშვნელობის შემცირება და დაფირდა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. კულტურა, სპორტი, ყველაფერი საერთაშორისო ურთიერთქმედებაში. რუსეთი აწყდება უპრეცედენტო ზეწოლას დასავლეთის ელიტების მხრიდან. მათი მიზანი იყო, რომ ჩვენთვის ბრძოლის ველზე მკაფიო სტრატეგიული მარცხი მიეყენებინათინათ. ისინი ასევე ცდილობდნენ ჩვენი საზოგადოების სრული დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერში საშინლად დამარცხდნენ. ზუსტად იმიტომ, რომ უკრაინული დრონები გადიან იმ დისტანციებზე, რომელსაც ადრე მოსკოვი დაცულად მიიჩნევდა. ომი, რომელიც პუტინმა უკრაინაში გადაიტანა, ახლა ზეწოლას ახდენს რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, გზებზე, ხიდებზე, საწყობებსა და სამხედრო ქარხნებზე. სწრაფი გამარჯვების დაპირება გადაიქცა ხანგრძლივ, ძვირადღირებულ და თვალსაჩინო დესგასტეად და პოლიტიკური გზავნილი მძიმე გახდა. სანამ კრემლი საუბრობს დონბასისა და ნოვოროსიის კონტროლზე, უკრაინა პასუხობს საწვავზე დარტყმით, რომელიც ამარაგებს ტანკებს, სატვირთოებს, თვითმფრინავებსა და ლოგისტიკას. რას ვერ შეუშალა ხელი მოსკოვმა? რატომ დაიწყო რუსეთმა ცეცხლის შეგრძნება საკუთარ სახლში? როგორ შეინარჩუნებს პუტინი ძალის იმიჯს, როცა თავად ინფრასტრუქტურა განგაშზეა? ყველაფერს ახლა გიამბობ. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. უკრაინული შეტევა გაძლიერდა რუსეთის ენერგეტიკულ გულზე განხორციელებული თავდასხმების სერიით. ვლადიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინულმა ძალებმა 28 ივნისის ღამეს დაარტყეს სლავიანსკ ონკუბას ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კრასნოდარის რეგიონში და კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას იაროსლავის რეგიონში. განცხადებული მიზანი იყო რუსეთის შესაძლებლობის შემცირება, რომ დააფინანსოს და გააგრძელოს ომი. ლოგიკა მარტივია. საკმარისი არ არის მხოლოდ ფრონტზე მებრძოლ ჯარისკაცებთან ბრძოლა. აუცილებელია საწვავის, ლოგისტიკისა და იმ სტრუქტურის მოჭრა, რომელიც კვებავს ოკუპაციას. სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სლავიანსკ ონკუბანში ცეცხლში გაეხვა თავდასხმის შემდეგ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა კადრებმა აჩვენა ცეცხლი და კვამლი ობიექტზე, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურად რუსეთის სამხრეთისა და ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებული ტერიტორიების მომარაგებისთვის. რუსმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ განადგურება გამოწვეული იყო ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებით, მაგრამ პრაქტიკული შედეგი იგივე იყო. სტრატეგიული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საგანგებო მდგომარეობაში აღმოჩნდა და გამოავლინა რუსეთის თავდაცვის სისუსტე. იაროსლავლიც აღმოჩნდა სამიზნეში. რეგიონი ბევრად უფრო შორს მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან, რაც თავდასხმის პოლიტიკურ მნიშვნელობას ზრდის. როდესაც სამიზნე ასობით კილომეტრის დაშორებით არის და მას ხვდებიან, ეს გზავნილი მხოლოდ სამხედრო არ არის, ეს ფსიქოლოგიურიცაა. მოსკოვს უწევს დაიცვას არა მხოლოდ ფრონტის ხაზი, არამედ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ხიდები, ფაბრიკები, საწყობები, მარშრუტები და ქალაქები ქვეყნის შიგნითაც. ეს ომის ფასს ვლადიმერ პუტინისთვის ზრდის და კრემლს აიძულებს საჰაერო თავდაცვა რუსეთის სულ უფრო მეტ ტერიტორიაზე გაანაწილოს. უკრაინამ ასევე დაუმიზნა ობიექტებს ყირიმის ხიდის მახლობლად. ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხიდის ორივე მხარეს მდებარე ობიექტები დაიბომბა, მათ შორის ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული საზღვაო ლოგისტიკა, ხერსონში მდებარე საწყობი და რუსეთის სააერო თავდაცვის სისტემები. ხიდსაც აქვს სისტემას რუსუჟი დეფეზაე. სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა მოსკოვისთვის. ის რუსეთს აკავშირებს ოკუპირებულ ნახევარკუნძულთან და წარმოადგენს მომარაგების მთავარ არხს. ვოლგოგრადიც იგივე ზეწოლის ქვეშ მოექცა. რუსეთის სამხედრო წარმოებასთან დაკავშირებული ობიექტი ტიტან ბარიკადი 27 ივნისს დაიბომბა.
კომპლექსი მოხსენიებულია როგორც სტრუქტურა, რომელიც მონაწილეობს მოსკოვის მიერ ომში გამოყენებული სისტემების წარმოებაში. უკრაინამ სამიზნე ლეგიტიმურად მიიჩნია, რადგან ის დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო ძალისხმევასთან. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან ფაზის ცვლილებას აჩვენებს, რომ კიევი აღარ ესურის მხოლოდ საწვავის საწყობებს, არამედ ქარხნებსა და სტრუქტურებსაც, რომლებიც რუსეთს ეხმარება გააგრძელოს შეტევა. ზელენსკიმ ასევე აჩვენა, რომ რუსეთმა გააგრძელა მძიმე შეტევები უკრაინაზე. უკრაინის 15 რეგიონი დასახელდა რუსული დაბომბვების სამიზნედ იმავე კვირაში, მათ შორის ხერსონის, ზაპორიჟიასა და ხარკოვის რეგიონები. მისი გზავნილი იყო, რომ უკრაინის სიღრმეში განხორციელებული შეტევები არის პასუხი რუსულ ტერორზე უკრაინული ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ეს კიევის პოლიტიკური გამართლებაა. თუ მოსკოვი აგრძელებს ენერგეტიკულ ობიექტებზე, სახლებზე, გზებსა და უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმას, უკრაინაც დაარტყამს იმ სისტემას, რომელიც ომს რუსეთში უზრუნველყოფს. 40 დღიანი ოპერაცია ამ მოვლენების კონტექსტს ქმნის. 25 ივნისს, მას შემდეგ რაც მიიღო ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების ხელმძღვანელობისგან, მან ავტორიზაცია მისცა კამპანიას, რომლის მიზანიც იყო რუსეთზე ზეწოლა, რომ ომი დაესრულებინა. გამოყენებული სიტყვა იყო ზეგავლენა, მაგრამ ბრძოლის ველზე ეს ნიშნავს პირდაპირ ზეწოლას. უკრაინა სურს აჩვენოს, რომ ომის ყოველი კვირა მოსკოვისთვის უფრო ძვირი დაუჯდება, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და სამხედრო მრეწველობის სფეროებში. საწვავის კრიზისი გახდა ამ დესგასტაის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიშანი. დაცვა მაცნობა, რომ სიბირის ერთ-ერთ რეგიონში სახელმწიფო ბენზინგასამართ სადგურებზე შეზღუდეს საწვავის ყიდვა, თითო მანქანაზე დღეში უკრაინის ლიტრი. ამასობაში ვლადიმერ პუტინმა აღიარა გარკვეული დეფიციტი, რომელიც გამოწვეულია უკრაინული თავდასხმებით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. გამარჯობა ყველას. 29 ივნისი. ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა ბენზინთან დაკავშირებით ზაბაიკალის რეგიონშია. ჩვენ ახლა ჩიტაში ვართ, საერთოდ არ არის ბენზინი. ადამიანები ბენზინგასამართ სადგურებთან რიგებში დღეებს ელოდებიან. იწყებენ დილის 7 საათზე, თითო ადამიანს 15 ლიტრს აძლევენ. ამიტომ მეგობრებო, თუ შესაძლებელია, თავი შეიკავეთ მანქანების დამოუკიდებლად გადაყვანისგან. დასვით მანქანა ავტოტრანსპორტიორზე, დაელოდეთ სანამ ბენზინი გამოჩნდება, მერე იმგზავრეთ. ახლა მართლა ძალიან რთულია მგზავრობა. თუ საწვავი არ არის, ნორმალურობაც არ არის. თუ შეძენის ლიმიტი არსებობს, რუსების ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალური ზეწოლაა. პუტინმა კი ისევ თავისი ჩვეულებრივი ნარატივით უპასუხა. მან დაადანაშაულა დასავლეთის ელიტები იმაში, რომ ისინი ცდილობენ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენონ და რუსული საზოგადოება დესტაბილიზაცია მოახდინონ. ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი გააგრძელებს დონბასისა და ნოვოროსიის კონტროლის მიზანს და უარყო უკრაინის წინადადება, რომელიც გრძელდის სტანციური თავდასხმების შეზღუდვას ითვალისწინებდა. მაგრამ ეს განცხადება გაკეთდა იმავე დროს, როცა რუსეთი აღიარებდა საწვავის პრობლემებს და ებსდა ჰპირდებოდა, რომ სწრაფად გაზრდიდა საჰაერო თავდაცვის წარმოებას. კონტრადიაცია აშკარა გახდა. პუტინმა თქვა, რომ ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ მას სჭირდება იჩქაროს, რათა დაიცვას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და შიდა მარშრუტები. დონალდ ტრამპზე საუბარიც ამ კონტექსტში მოხდა. პუტინმა თქვა, რომ ანკორიჩში, ალასკაზე გამართულ შეხვედრაზე ფორმალური შეთანხმებები არ ყოფილა და განხილული წინადადებები ამერიკულ მხარეს ეკუთვნოდა. თემა მნიშვნელოვანია, რადგან ტრამპმა დააპირდა, რომ ომს სწრაფად დაასრულებს. მაგრამ სიტუაცია 2026 წლის ივნისის ბოლოს ასე გამოიყურება. უფრო ღრმა შეტევები, დამწვარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და მოსკოვი ითხოვს მეტი დაცვა მის ინფრასტრუქტურას.
ბენ ჰოჯესმა აშაზეშის არმიის ყოფილმა სარდალმა ევროპაში შეაფასა, რომ პუტინის ომმა სერიოზულად დააზიანა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები და ასევე რუსეთის თავდაცვის უნარი. როგორ პასუხობს უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა? რას ვისმენთ მათგან ამიერიდან? მე ვფიქრობ, რომ ბევრი პროფესიონალი სამხედრო კარგად იცის, რომ პუტინის ომმა გაანადგურა ან სერიოზულად დააზიანა რუსეთის შეიარარებული ძალები და კიდევ დააზიანა რუსეთის თავდაცვის უნარი. და მე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ამის დასამტკიცებლად მხოლოდ ისტორია მაქვს და სხვა არაფერი. მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა იტყვის, საკმარისია. და ეს არის. ჩვენ გსურს, რაც შეიძლება სწრაფად მივიდეთ ამ წერტილამდე და ვფიქრობ, ეს უკრაინული სტრატეგიის ნაწილია, როცა მინისტრი ფიოდოროვი ამბობს, რომ მიზანია რუსეთისთვის თვეში 50,000 დანაკარგის მიყენება. მინდა ვთქვა, ეს დრამატულია. ეს არის დანაკარგები, რომლებიც აღარასოდეს აღდგება. ეს სიტყვები ემთხვევა იმას, რასაც ადგილზე ვხედავთ. რუსეთი ჯერ კიდევ წინ მიიწევს ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე, მაგრამ ამის შესანარჩუნებლად დიდ ფასს იხდის, რადგან უზარმაზარი ტერიტორიის დაცვა უწევს დრონების, რაკეტებისა და კოორდინირებული თავდასხმებისგან. რუსეთის ზომა, რომელიც ადრე ფარად ითვლებოდა, ეხლა ლოგისტიკურ პრობლემად იქცა. უკრაინული შეტევა არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდა, ან რომ მოსკოვმა ყველა თავისი რესურსი დაკარგა. რუსეთი კვლავ უტევს უკრაინულ ქალაქებს, ინარჩუნებს ზეწოლას აღმოსავლეთში და იყენებს თავის ზომასა და რაოდენობრივ უპირატესობას. მაგრამ ეხლა განსხვავება ისაა, რომ კიევმა იპოვა გზა პირდაპირ დანაკარგი მიაყენოს რუსეთის ტერიტორიაზე. დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მხოლოდ ცაში ამოსული კვამლი არ არის. ეს ნიშნავს ნაკლებ საწვავს, ძვირად ღირებულ შეკეთებას, შის შიდა ბაზარზე და ზეწოლას მთავრობაზე, რომელმაც აბსოლუტური კონტროლი დააპირა. უკრაინა ცდილობს დაანგრიოს ჯაჭვი, რომელიც ომს ამუშავებს: ენერგია, ტრანსპორტი, საჰაერო თავდაცვა, სამხედრო მრეწველობა და მომარაგება. რუსეთი ცეცხლში გაეხვა, რადგან უკრაინამ დაიწყო დარტყმა იქ, სადაც ყველაზე მეტად ტკივა. ზელენსკი ფიქრობს, რომ ეს 40 დღიანი ზეწოლა შეიძლება მოსკოვს აიძულოს უფრო რთული არჩევანის წინაშე დადგეს. გააგრძელოს მზარდი ფასის გადახდა, თუ აღიაროს, რომ ომი უკვე დაბრუნდა იმ სახში, რომლის დაცვასაც კრემლი ამტკიცებდა. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე შევძლებთ გაგრძელებას.